ორიოდე სიტყვით ვიტყვით თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოსთვის და საქართველოს ისტორიისთვის. მე ვარ პროფესიონალი ისტორიკოსი, საქართველოს ისტორიის სპეციალისტი. 40 წელზე მეტია ვასწავლე სტუდენტებს საქართველოს ისტორიას. და სრული პასუხისმგებლობით ნებისმიერ კოლეგას შემიძლია დაუსაბუთო ეს ნიჰილის ერთგვარი. საქართველოს ისტორიას ბოლო 5-6 საუკუნის მანძილზე არ ყოლია ისეთი ლიდერი, რომელმაც წუმპედან ამოიყვანა ქვეყანა და ნორმალურ სახელმწიფო დაქცია. ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა. მე-15 საუკუნე იყო ბოლო გამონათება ალექსანდრე პირველის მეფობა, გაერთიანებული საქართველოსი. თემურლენგის აოხრებული საქართველო აღადგინა ალექსანდრე პირველმა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მიწურულს, მისი მეფობის მიწურულს თბილისი გადაწვა დამპყრობელმა. ეს არ არის აი ფინალი, ძალიან ბევრს ნიშნავს ფინალი. და ამის შემდეგ საქართველო ერთიანი არც ყოფილა. იყვნენ წარმატებული მეფეები, მეტნაკლებად მე-17 საუკუნეში ვახტანგი მე-5 არა მეფე, ოღონდ ვალი, სპარსეთის ვალი. ეს არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართლის სამეფო. მე-17 საუკუნეში ვახტანგი მე-6 ასევე. ეს იცით მე რატო ვამბობ ამას? ერეკლე მეორეზე ხო ძალიან პოპულარული მეფეა, მაგრამ წანისი ეს ხო წანისმა დააქცია საქართველო, ხო ვიცით არა? და მე რატო ვამბობ ამას? ჩვენ ასეთი წარმატებული ლიდერი, რომელმაც ძალიან მძიმე კოლაფსიდან გამოიყვანა სახელმწიფო ქვეყანა, კოლაფსი იყო, პოლიტიკური, ეკონომიკური, ყველანაირი, რა იყო 2003 წელს, ხო ვიცით არა? და აქედან ამოიყვანა ქვეყანა მიხეილ სააკაშვილმა და წარმოგიდგენიათ ამ ახალგაზრდა კაცმა შეცვალა ედუარდ შევარდნაძე, მსოფლიო ცნობადობის პოლიტიკოსი. ხო? მე ხშირად თვითონ ედუარდ შევარდნაძისთვის მაქვს ერთხელ ნათქვამი ოფიციალურად შეხვედრაზე, რომ სტალინი და თქვენ ხართ მსოფლიო ისტორიის პერსონაჟები, მარტო ქართველთაგან. ხო? აი ეს და ამ კაცმა ვერ გაართვა თავი. ის იყო იმ იმპერიის სამსახურში და იმით იყო ცნობადი. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც საქართველოსი გახდა მსოფლიო მასშტაბით ცნობადი, ეს არის მიხეილ სააკაშვილი. ეს უნდა აუხსნათ ჩვენ ხალხს, ვისთან გვაქვს საქმე. გამიგეთ? და რა ღირსეულად მოიქცა, რომ რევოლუციით მომიდა, ხო? ნამდვილად მომიდა რევოლუცია. ეს იყო სამაგალითო რევოლუცია და არა ის, რასაც დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ამბობს, აბსოლუტურად ცვლის. ესე იგი სტუდენტებთან ბოდიშს გიხდით, საუბრობთ ხოლმე აბსოლუტურად. ყველგან ყოველთვის ეს სხვათაშორის ზოგიერთი ანუ აი ახლა თუ არის ინტერესი ასაკურველი ეს ჩემი სტიქია, მე ამას ვასწავლე. თვითონ სტუდენტების მხრიდან თუ არის ინტერესი აი ამ თემაზე ახლა აი ახლა თითოეულად თუ შემხვდება, ესე იგი ისეთი ვიც არ გაიზიარებს ამას. ახლა კიდევ ისე თქვა მინდა, იცით, ესე იგი ხო ასეთი სახელმწიფოს ლიდერი ისტორიაში ფასდება რითი, როგორი სახელმწიფო მიიღო და როგორი დატოვა. აი ფინიში როგორ რატო ამბობ ერეკლეს 70-იან 80-იან წლებში ქონდა 80-იანში იმდენად 70-იანში მე-18-ში ქონდა წარმატებები ნამდვილად სოლომონ პირველს მეტივე წარმატებები ქონდა და ფინალიც უკეთესი ქონდა ვიდრე ერეკლეს იმერეთის სამეფოში, მაგრამ სრულიად საქართველოსია ლაპარაკი, სრულიად საქართველოსია ლაპარაკი. ეს პატარა ქვეყანა სულ სხვა დონის სახელმწიფო დაქცია. ლიდერის სახელმწიფო გავხდი, ლიდერის ოსაბჭოურ სივრცეში ჩვენ გავხდით ლიდერის სახელმწიფო რეფორმებით დავძლიეთ საბჭოურობა, მეტნაკლებად ვერ დავძლიეთ ბოლომდე. აი შედეგი რომ თურმე ვერ დავძლიეთ, არ გვეყვა ის დრო როგორ. კი, რა თქმა უნდა, ეს საბჭოური ხანმოკლე პროცესი. საქმე გვაქვს საბჭოურ რევანშთან, ბატონო დავით. ეს არ არის ისე სუფთა ტიპიური, როცა კაცი ამბობს რომ ვარდების რევოლუცია, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება და ქვევის სროლა.
ნუ ეს ამ კაცს დღეს როგორ შეიძლება ამ კაცის სახელმწიფოს სათავეში დაყენება? ეს არის კატასტროფა, საქართველოს კატასტროფაა, როცა ამ დონის მმართველები დღეს ყავს საქართველოს, გამიგე? და ამიტომ მე ჩემთვის ეს წარმოუდგენელია რა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს. ახლა შეიძლება კიდე მომეცეს მე საშუალება თქმის. კი, რა თქმა უნდა, მოგცემ საშუალებას უბრალოდ რეკლამა და გამოვაცხადო ახლა და დიახ. მე და რეკლამას გამოვაცხადეთ, დაასრულეთ წინადადებები. აი, უკრაინა დიდი ასპარეზია, ხო? დიდი ასპარეზია უკრაინა და როგორ ექცევიან მას იქ? თანამდებობა თითქოს დიდი არ აქვს, მაგრამ მაინც პრეზიდენტის ქუთქვეშაა მისი თანამდებობა, გამიგე? და როგორ ექცევიან მას პრემიერ-მინისტრები ყოფილი, თანამედროვე მინისტრები, მერები, ეს სუპატივისცემით კულტია ამ კაცის. ერთი სიამოვნებაა მისი ყურება იმ ტოქ-შოუებში. კი, ძალიან ხშირად არის ხოლმე უკრაინაში და მე ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან ერთად, როდესაც ის დაბრუნდა მაშინ უკრაინაში და მე ვნახე თუ ციხეში სვამ შენ ვისტოვებ რა. კი ბატონო, დიდი